საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. სოფლის შენებას რა უნდა. და ამ გადაცემას შესაბამისი ეპიგრაფით წარუმწყვალე. სოფლის შენებას რა უნდა? ერთი პირველი ხმა უნდა. ერთი მეორე ხმა უნდა. ერთიც კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა? კი უნდა, ნამდვილად უნდა. სოფლის შენებას რა უნდა? არის ამაში რაღაცა ქართული ხასიათის შტრიხები. ზოგჯერ ქართველი კაცი ცოტა გამარტივებულად წარმოიდგენს ცხოვრებას, რეალობას, სამყაროს, რომელშიც იგი ცხოვრობს. და მისი გამოძახილია სწორედ ეს შესანიშნავი სიმღერა და შესანიშნავი მულტფილმი. მაგრამ სოფლის შენებას რომ შეუდგე, ამისი უფლება უნდა მოიპოვო. სოფელმა უნდა განდოს სოფელი. ხალხმა უნდა განდოს სოფელი. თუ კი არ განდეს, თუ კი ხალხმა არ მოგცა საამისო მანდატი, ისე როგორც დადგენილია კანონით, კონსტიტუციით, ტრადიციით. ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე ჟამიდან ჟამამდე ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც ძალადობას მიმართავენ და იწყებენ შტურმს ხელისუფლების ასაღებად. 4 ოქტომბერს ყველაფერი ასე დაიწყო. დღეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით გვიყურებს. დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას ჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს. მე ამას დაგიკითხავთ და თუ თქვენ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ, არა ბიძინა ივანიშვილი. აი ასე გამარტივებულად წარმოიდგინეს ამ ადამიანებმა ხელისუფლების აღება. ამ ადამიანებმა და მათ უკან მდგარმა ძალებმა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რატომღაც ასე გამარტივებულად წარმოიდგინეს და ამავე სულისკვეთებით განაგრძეს. მოусმინეთ ყველა. და ნელა დავიკითხო, რომ ყველა მოასწროთ გაგება შინაარსის. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ. ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თვითეული მოქალაქესათვის. აი ახლა იწყება, რასაც უნდა მიცეთ ხმა. ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენჭის ხმაზე ვაკეთებთ შემდეგ საკითხს. 3 საკითხი გვაქვს.
ეროვნული კრება აცხადებს ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. კიდა მეორე საკითხი. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია. დამესამე ეროვნული კრება აცხადებს შვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განთავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას. რადგან სამივე საკითხი ჩვენ მივიღეთ, ვისია საქართველო? ვისია საქართველო? კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და რა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი გადაუხვევენ, ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას. აი ასე სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა ამ საქმეს. ხელისუფლება, ძალაუფლება დაუბრუნდა ხალხს, როგორც ისინი აცხადებენ, მაგრამ სინამდვილეში მათი ციან, რასაც აკეთებენ, ძალაუფლება ამ ჯგუფმა აიღო ხელში. სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა ამ საქმეს. თუმცა მათ იციან, რომ ვიღაცამ შესაძლებელია წინააღმდეგობა გაუწიოს მათ ამ საქმეში. ვინ არის ეს ვიღაცა და რას უპირებენ იმათ, ვინც შესაძლებელია წინააღმდეგობა გასწიოს. ნახოთ. უნდა კიდე ხმა მივცეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეხლა ჩვენ როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენ ქვეყანაში, რომ აქამდე მოგეყვანეს და მოვიწყოთ მათი სასწრაფოდ დათხოვება და მიყვანა საპრობილეში. მე ეხლა წაგიკითხავთ ამ სიას, ყველას ცალ-ცალკე უყაროთ კენჭი. ნომერი პირველი, ირაკლი კობახიძე. ნომერი 2, შალვა პაპუაშვილი. ნომერი 3,
აზორ ჩუბინიძე, ნომერი 4 მამუკა მდინარაძე, ნომერი 5 თეატრულოგიანი და ნომერი 6 ბიზინა ივანიშვილი. მეგობრებო, ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვავა, რომ ვალდებულები არიან და ის ადამიანები, ვინც დაიფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისმგებაში. ამიტომ არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისმგებაში და შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ეს ყველაფერი ტელეეთერით გადაიცემა და ხდება დღისით მზისით თბილისში რუსთაველის პროსპექტზე. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რეალობა. ვინმე ეს რომ გვანახოს მხატვრული ფილმის სახით. ფილმისა, რომელიც გადაღებულია გიჟების ცხოვრებაზე, მათ ფსიქოლოგიაზე, მათ სულიერ მდგომარეობაზე. მაშინ ეს გასაგები და მისაღები და სწორად აღსაქმელი იქნება, მაგრამ როდესაც ეს ხდება რეალობაში, თან თუ დააკვირდებით, როგორია არა მარტო დეკლამატორის და მომხსენებლის პოზიცია და მდგომარეობა, არამედ როგორია ხალხის აღტკინება, მასისა, რომელიც ყველაფერ ამას ესწრება და რომელსაც ყველაფერი ეს რეალობა გონია, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ის ხდება, რასაც ეუბნებიან და სწორედ ისე განვითარდება მოვლენები, როგორც დაუხატეს და როგორც ეუბნებიან. აი ამ ადამიანთა საზოგადოებას რა ქვია? როგორია მათი სულიერი და ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა? ეს ყველაფერი ჩვენი ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია, რომელიც ასე უნდა ავიღოთ, როგორც ეროვნული უბედურება, ეროვნული თავზარდაცემა და ეროვნული ტრაგედია, საიდანაც გამოსავალი გზები უნდა ვნახოთ. ახლა, როდესაც დასატყვევებელი თითქმის უკვე დაატყვევეს, როდესაც ხელისუფლება უკვე აიღეს, როდესაც მთავარი სათქმელი უკვე გაცხადდა ხალხის წინაშე, როდესაც დამსწრე საზოგადოება ამას ტარშით და ოვაციებით შეხვდა, ამის შემდეგ რაღაცით ხომ უნდა დაიწყონ მოქმედება და ასეთი გეგმა ისახება. ქართულმა ხალხმა დაიბრუნა ძალაუფლება. მე მინდა მივმართო პირველ რიგში ძალოვანი სისტემის ეგრეთ წოდებული გდდ-ს და სხვა თანამშრომლებს. თქვენ დღეს დადექით კონკრეტული არჩევანის წინაშე. უნდა აირჩიოთ ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება. დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მთელი ხალხი აქ იდგება, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მე ვთხოვ ყველას ბარათაშვილის პარკისკენ, მამაკაცური ძალა მხოლოდ და მხოლოდ ვიკრიბებით იქ და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი, ან გდდ-ის თანამშრომელი, რომელიც ჩვენ წინ დაგხვდება, ჩვენ მას დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ, თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ? სამშობლოსკენ, თუ რუსეთისკენ? მხოლოდ ის იქნება ახმული ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად, რომელიც სწორ პასუხს გასცემს, რომ ემსახურება ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიანი, მორჩა ბიზნეს მონობა, მორჩა ჩმარობა.
რიცხვები, ვისაც აქ უნდა იდგეთ, თქვენ არ უნდა დაიშალოთ. თბილისი, საქართველო დაგვემატეთ, გამოდით! მამაკაცური ძალა, ბარათაშვილის პარკისკენ, ანუ უკანა მხარეს ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ხელისუფლება ხომ აიღეს, ახლა სახელისუფლებო ცენტრები და შენობები უნდა აიღონ და ამასაც ხალხი ტაშით და ოვაციებით ხვდება, ესეც რეალური გადაწყვეტილება გონიათ. თუმცა ნიუანსები და დეტალები არ გამორჩენიათ. შესაძლებელია ვინმე წინააღმდეგობა გასვიოს. ეს ვინმე პირველ რიგში იქნება, რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამიტომ იქ რომ დაბნეულობა შეიტანონ, იქ რომ გაანეიტრალონ სიტუაცია, ამისთვის ამ სტრუქტურების თანამშრომელთა მშობლებს მიმართავენ. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი, ამას მოყვება შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ მანამდე ეხლა მიმართავ ძალოვნების მშობლებს, ოჯახის წევრებს. თქვენ რჩებათ დრო, ჩვენ ვიმოქმედებ სწრაფად, მაგრამ დრო იმისა, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში. ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები. ისინიც ქართველები არიან და ამიტომ მათაც უნდა კონდეთ შანსი დაბრუნდნენ ოჯახში მშვიდობიანად. იმიტომ რომ 13 წელია ქართველ ხალხს ამის შანსი არ ქონია, მაგრამ ჩვენ მაინც გიპოვებთ ამ შანსს. აქ იქნება გარკვეული გამოსვლები, ინფორმაციას მოგაწოდიან, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მამაკაცური ძალა, ვისაც ძალა ერჩის, ვისაც არ ეშინია და აქ არავის არ ეშინია. ბიზინა, მოჩა შემიმარჩიში, შეჩიმარო. დღეს გაჩვენებ ჩვენ ვინა ვარ, მაგრამ უნდა შეურაცხო საქართველო. შეარარაობა შენა. მამაკაცური ძალა, გელოდებით, აი მაქსის უკანა მხარეს შევიკრიბოთ და მივაკითხოთ ვითომ პრეზიდენტს და გვაჩვენოს აბა ჩაგვხედოს თვალებში. ამის შემდეგ ეს ხალხი უკვე აღსკინებული, უკვე ანთებული, უკვე ეიფორიას მიცემული იმის გამო, რომ ხელისუფლება ხელში აიღეს, ძალაუფლება ხელში აიღეს და ახლა რჩება რამდენიმე ცენტრის, რამდენიმე სახელისუფლებო შენობის დაკავება. რა თქმა უნდა, პირველი აირჩიეს პრეზიდენტის სასახლე და მართლაც რამდენიმე წუთის შემდეგ მიადგნენ ამ სასახლეს. ასეთი იყო შტურმი სასახლეზე, მაგრამ აქ დახვდათ ის სიურპრიზი, რომელსაც ხელისუფლება და მთავრობა მათ სთავაზობდა. ესენი სიურპრიზებს, ასე ვთქვათ, აცხადებდნენ წინასწარ, მთავრობა პასუხობდა, რომ ყველა სიურპრიზს დახვდება გაცილებით უფრო დიდი სიურპრიზიო და სწორედ პრეზიდენტის სასახლე აღმოჩნდა ის პირველი ცენტრი, რომელიც მათ ვერ აიღეს, იმიტომ რომ იქ იყო განთავსებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც მათ არ დაანება ხელისუფლების აღება და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაწყებიდან 1 საათიც არ იყო გასული, უკვე ჩაფლავდა. ისინი რომ აცხადებდნენ 4 ოქტომბერს დავიწყებდა 4 ოქტომბერსვე დავამთავრებთო, მათ ვერ დაამთავრეს, ხელისუფლებამ დაამთავრა და დაამთავრა მათი სრული კრახით. ასე დასრულდა ეს ისტორია, გეუბნებით ის რაღაც საათის თუ საათნახევრის განმავლობაში. ახლა მინდა ისევ გაგაცნოთ სია, ვის დაპატიმრებას აპირებდა ეს შეშლილი ადამიანები. მოვიწყოთ მათი სასტრაფოდ დათხოვება და მიყვანა საპრობილეში. ნომერი 1 ირაკლი კობახიძე, ნომერი 2 შალვა პაპუაშვილი, ნომერი 3 აზორ ჩუვინიძე, ნომერი 4 მამუკა მდინარაძე, ნომერი 5 თეა წულუკიანი და ნომერი 6 ბიძინა ივანიშვილი.
მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი ჩაფლავდა და ნაცარტუტად იქცა, დაიმსხვრა მათი ოცნებები და იმედები, ხელისუფლებას უკითხავს მიხეილ სააკაშვილისთვის. რა უყოთ ამ ხალხს, როგორ მოვექცეთ ამ ხალხს და რა გადაწყვეტილება მივიღოთ. ასე უბრძანებია მიხეილ სააკაშვილს, ასეთი რეკომენდაცია გაუწია. ამიტომ ის ადამიანები, რომელთა დატყვევება და დაპატიმრება იყო გამოცხადებული, რა თქმა უნდა, დღესაც თავისუფლებაში არიან, მაგრამ ისინი, ვინც სხვების დატყვევებას აპირებდნენ, უკვე დატყვევებულნი არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლება პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. აი ასეთი არის მთელი ეს ისტორია. ახლა თვალი გადავავდოთ სულ პატარა ეპიზოდი იქიდან თუ რას აპირებდა და როგორ აპირებდა ეს ხალხი. რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, 4-ში ან 5-ში დილით ლევანი და პოლიტიკოსები ყველანი იქნებიან თავის. და ისე მიდის რომ 3-ში ალბათ ბიძინა ევენიშვილი უკვე გაქცეული იქნება. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. 3-ში შეიძლება ბიძინა უკვე აღარ იყოს აქ. 4 ოქტომბერს 4 საათზე რო დაიწყება რევოლუცია, აუცილებლად დამთავრდება ეს პროცესი მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი დაადგამს ფეხს რუსთაველზე და თითოეული პოლიტპატიმარი და სინიცის პატიმარი დაადგამს ციხიდან გამოიხსნით? დიახ, 4 ოქტომბერს თავდება ეს რეჟიმი. 4 ოქტომბერს მშვიდობიანად ემხობა ეს რეჟიმი. მე ვმონაწილეობ თქვენს მშვიდობიან დამხობაში. დედას გიტირებთ 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბრის საღამოს ერთი პატარა ფრაგმენტი. ეს რა სისულელე მოიგონეს. პაატა ბურჭულაძემ რაღაც სისულელეები გააკეთა. რა სისულელეა ეს? იქ წავიდეთ აქ და გეგმა დადე და გავაკეთოთ. რა დებილობაა ეს? ამდენი ხალხი გამოვიყვანეთ, ამდენი 310 დღეა ქუჩაში ვდგევართ. ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავალზე რაღაც დებილობებს აკეთებენ. შეგვიძლია კიდევ სხვა მოქალაქეების აზრიც მოვისმინოთ. გამარჯობა. შეგიძლიათ გაგვესაუბროთ თქვენი განწყობის ხასიათზე ვარ. აი ამ შეგიძლიათ თქვენ მითხრათ. კი ბატონო. ხედავთ როგორი კუდამოძუებულნი დალასლასებენ იმავე დღეს ეს ადამიანები ქუჩებში. ეს არის უთაობოლობა, ეს არის სიბინძურე და ეს არის სიგიჟე. თუმცა ეს სიტყვები მარტო მე არ გამომიყენებია. ეს სიტყვები სხვებმაც თქვეს, აი ერთ-ერთი მათგანი. ჯერ რო ეუბნებოდნენ ტელეფონით იბა ჩავატარებთო ახალ არჩევნებსო, მე ეუბნებოდნენ 3-ში ბიძინა გაქცეული იქნებაო, მე 4-ში ხო თავისთავად ავამყოფთო და აი ეს სიგიჟე, ყველა რო შარშია, კოლბახიძე რო ბლატაობს და ემუქრება იმას, რა ქვია, აქციის მონაწილეებს. აი ეს ხო მივიღეთ შედეგად. ახლა მოდით აქედან გამოვიდეთ. აქედან გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ არ დგეთ რუსთაველიდან. ახლა ის არის დაბინძურებული სივრცე. იქ უბრალოდ არასერიოზულია დგომა. როგორც ეს სიცხვილია რო იყო, ორი თვე რო დადიოდა და ბოლოს რო უბრალოდ აი ჩვეულებრივი სიბინძურეს უფევდა იქ და არაფერი სიბინძურე ძალიან ძაფრი სიტყვარია გვარ. ბინძურია ეს ხალხი გესმით? ბინძური, იმიტომ რომ სუსტად შეკრული ხალხი. ბინძურები გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდულია, ვიღაცა ვიღაცის შუაზე დადის, ვიღაცაზე კომპრომისი. ჯოჯოხეთმა კი არ გადაერას, ესენი არის სახიობები. ვინ კაცო, ვიზე ლაპარაკობს? ვინც რუსთაველზე დგას დღეს? ვიზე კლოუნები, ისა რა ქვია, ნენსი მოლადია წამებული? მოლადია წამებული, ესენი არიან ტროლები, ჩვეულებრივ ასობით ადამიანი გადის, რომლებიც სუსის. როგორ ვერ ხვდები ირაკლი, რომ თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, როგორ ვერ ხვდები ამას, როგორ აგრძელებ? როგორ არის თქვენია იმ ხალხთან, ვინც ხეში ზის? ყველას ბრალია, ვინც ამ პროპაგანდას აყვა, ვინც ამ პროპაგანდას ამუშავებს, რომ თითქოს ეს სულელი ხალხი გმირები არიან და ამ ადამიანები ვინც ციხეში ზიან, იმასაც ცალკე აგიჟებენ. შარშან აქციებზე ნორმალური ხალხი იდგა, გააქციეს საკრეტინებმა, ახლა ვინც იქ აქტივისტია, ვინც იქ ლიდერია, ვინც გზას კეტავს ყოველდღიურად. ისინი ან სუსთან შეთანხმებულები არიან, ან კრეტინები. ფეხები მოაჭერით ყველანაირ პროტესტს, ყველანაირ საღაზს. საერთო სახალხო პროტესტის ნაცვლად გაიჩნდა ბაბლის პროტესტი. ასეთი გახლავთ ეს დასკვნა, რომელიც შესაძლებელია ოდნავ სხვა კუთხით და სხვა რაკურსით არის გაკეთებული, ვიდრე მე ვაკეთებ, მაგრამ ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. შეფასებები სწორია, სიბინძურე და სიგიჟე. აი აქ მინდა შემოგთავაზოთ ისევ ჩვენი ცნობილი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი, თუმცა ერთობ მიჭირს, იმიტომ რომ თელამ სიგიჟეში კიდევ რა სიგიჟე უნდა ამოარჩიო, რომ ის ცალკე იყოს
გამოსატანი და მისთვის ცალკე იყოს კუთხების საჭერი. ძნელია ძალიან, მაგრამ მაინც ვცადოთ. მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი დასრულდა, აი ეს ადამიანები, რომლებიც პირწმინდად დამარცხდნენ, რა საწვევიან, რა დაიხიეს ხელზე და სად უნდათ თავიანთი გამართლება იპოვონ და აღმოაჩინონ. არ შეიძლება 5-10 კაცმა ორ კოლონაში ჩასმული ამხელა რკინის ღობე ისე ჩამოშალოს, რომ ძალაც კი არ დაატანოს. აქ მე ვამბობ პასუხისმგებლობით ეჯგურებოდნენ ამ ღობეს და არა, ერთ წუთში ღობე აღარ იყო. რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა სახლის კარი რომ ხია დავტოვო და ქურდი შემოვიდეს, უნდა თავს გაიმართლებს, რომ სახლის კარი ხია იყო და ამიტომ შევედიო. ხედავთ რაზეა ლაპარაკი, მსჯელობა რაზე მიდის, რომ ღობე, რომელიც შემოვლებული აქვს გალავანი პრეზიდენტის სასახლეს, თურმე არ იყო ისეთი მყარი, რომ გაეძლო აი ამ შეტევისთვის, ამ შტურმისთვის. და ამიტომ ეს ყოფილა თურმე ხელისუფლების ბრალი. ხელისუფლებამ შესაძლებელია სპეციალურად მოარყია ეს ღობე, რომ ადვილად შესულიყვნენ, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ბრალდება ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 1000 სიგიჟე და სისულელე, მაგრამ აი ეს დეტალი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ამ კაცის მოგონილი არ არის, ვინც ახლა ახმოვანებდა ამ სისულელეს. ეს სხვების მოგონილია. ეს რაღაცა წამლის სახით თუ რეცეპტის სახით არის მიცემული, რომ ატრიალონ და ატრიალონ. აი მაგალითად ჟურნალისტები როგორ აკეთებენ ამას. მებში ჩამოიხსნა ათონელის სასახლის ჭიშკარი და პირდაპირ ეთერშივე გამიჩნდა კითხვა და დავსვი კიდეც, რომ ეს ჭიშკარი მანამდე უკვე მორყეული ხომ არ იყო. პატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სასამართლოზე თქვა კიდეც, რომ სანამ სასახლესთან ის და მურთაზოდელავა ჩავიდოდნენ, ჯებირი უკვე მოწეხილი იყო. ანუ დასკვნა მარტივია, ჯებირი სავარაუდოდ საგანგებოდ დახვდათ მათ უკვე მორხეული, რომ იქ მყოფი ადამიანები ადვილად აღმოჩენილი იყვნენ პრეზიდენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე, რათა მერე გადატრიალებაში დაეტანაშაულებინათ და დაეჭირათ ბევრი ადამიანი. აქ თქვა კობახიძემ, რომ საგანგებოდ დაახვედრეს ათონელზე მისულებს შიგნიდან გამაგრებული სპეცრაზმი, დამალული სპეცრაზმი და მოუწყეს სიურპრიზი. კი, მაგრამ აი ამ ქალბატონის კოლეგა ქალბატონმა არ იკითხა წეღან, რომ სახლის კარი ღია რომ დამრჩესო, ან რაღაც საგულდაგულოდ ჩაკეტილი რომ არ იყოს და ქურდი რომ შევიდეს, შიგ რომ შეალწიოს ქურდმა. ეს სახლის პატრონის ბრალი იქნება, რომელმაც განსაკუთრებული ზომები ვერ მიიღო კარების ჩასაკეტად. თუ ქურდია. სადაც ცოტა მორყეულ ღობეს ნახავთ. ყველა უნდა გადაანგრიოთ და შიგ უნდა შეიჭრათ. ხალხი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, ეზოში შეალწია ღობის გადანგრევით. თან წინასწარ წამოსულები, იმიტომ რომ ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასახები. ჩვენ უნდა დავიკავოთ სახელისუფლებო ცენტრები და შენობებიო. აი ამ განწყობით წამოსული ხალხის ტალღა შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, გადაანგრია ეს ღობე და თქვენ ამბობთ, რომ ეს ღობე სუსტი იყო, წინასწარ მოასუსტესო და ამის ბრალია ეს ყველაფერი. ახლა ამის იქით შეშლილობა წავა. სიგიჟე შეიძლება უფრო მაღალ დონეზე აყვანილი წარმოიდგინოს ადამიანმა, ვიდრე ის, რასაც ესენი ამტკიცებენ. ეს ქალბატონი კარგად რომ ვერ არის. აი ეს ქალბატონი გრიგოლია. ამაზე არ მეტყველებს თუნდაც ის განცხადება, რომელსაც ახლა მოგასვენებთ. პირველი ერთ სიტყვი, ვინც ამის უკან დაინახა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესი, მათ მინდა უთხრა, რომ ეს არის თქვენგან იმის უცოდინარობა, ჟურნალისტის პროფესია რა არის.
საოცრებაა პირდაპირ. თქვენ უკან პოლიტიკური პარტია კი არ მოიაზრება, თქვენ უკან მოიაზრება სახელმწიფო გადატრიალების დამნაშავეები. ის ჯგუფი, ის ორგანიზებული ძალა, რომელმაც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, აი ის მოიაზრება თქვენს უკან, იმიტომ რომ თქვენ დგახართ მათ წინ, მათ გვერდით და თქვენ აკეთებთ რეკლამას. თქვენ უწევთ პროპაგანდას სახელმწიფო გადატრიალებას. არათუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას. თქვენ რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დაქირავებული ხართ, თქვენ რომ პოლიტიკური ორგანიზაციის რუპორი ხართ. აი ამას უარყოფთ საჯაროდ და სახალხოდ და გინდათ რომ თქვენში თაღლითი არ დავინახოთ. მე რომ ვამბობ რომ თქვენ შერაცხადი არ ხართ მეთქი, შეშლილი ხართ მეთქი. ეს ხელის დაფარებაა თქვენთვის, თქვენ უარესი ხართ. შეშლილობა და შეურაცხადობა არ ისჯება, იმიტომ რომ ადამიანი ცნობიერება არის მოშლილი და მას არ მოეთხოვება პასუხი საკუთარ ქმედებაზე, მაგრამ დაქირავებულს, მიყიდულს, გაყიდულს, რა თქმა უნდა პასუხი მოეთხოვება. იმიტომ თქვენ აირჩიეთ, გიჟი ხართ თუ დაქირავებული და მიყიდული. აი კიდევ ერთი ჟურნალისტად წოდებული ტიპი. ყობახიძეს გული არ გაუძქდეს, ხო იზახს 50-150 კაცი იკრიბებაო და ძალიან მეშინია მაგბიზე არ გავჭაღარავდეს პლასმასის თმები. ამას გეტყვი და დამიჯერეთ კაი რაღაცა გითხარით. ეხლა ამათმა ძალა იხმარეს, ესენი ძალას ეხმარენ და დამთავრდება ამითი ყველაფერი. დღეს თუ ბიზნეს უზმედით კანკალებდა კაცი. რადგან კანკალებს იცის რომ დღეს რისხვა ექნება მაგას. ახლა ბიზინა ივანიშვილი კანკალებდა თუ არა, ეს ნახა ქართველმა ხალხმა და რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი, ესეც ნახა ქართველმა ხალხმა, მაგრამ აი ეს კაცი როგორც ლაპარაკობდა, ახლა ეს ლაპარაკია, თუ ისინი ძალას იხმარენო, მაშინ ესენიც ძალას გამოიყენებენო და ამით დამთავრდება ყველაფერი. ძალას რომ დაუპირისპირდება, რატომ ხარ გარანტირებული რომ მაინც და მაინც ის ძალა გაიმარჯვებს, რომელიც ძალის გვერდით შენდგა ხარ. კი, მაგრამ ძალას რომ დაუპირისპირდება, სისხლი არ დაიღურება, ადამიანები არ დაიღუპებიან, ამას უბედურება არ მოყვება, როგორ გიხარია და როგორ გახარებს ეს დაპირისპირება, იმ შემთხვევაშიც კი თუნდაც იმ ძალის სასარგებლოდ დამთავრდეს, რომელიც ძალის გვერდითაც გახარ. არ არის ეს ჟურნალისტობა კი არა, ეს უბრალოდ ადამიანობა არ არის, ქართველობა არ არის, ქრისტიანობა არ არის, მორალის არც ერთი ნორმის მიხედვით ეს გამართებული არ არის, აი ეს პოზიცია, რომელიც ახლა გამოიხატა. აი კიდევ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ უბედურების და ალიაკოთის. მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ. როგორ? ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ. კაი, ჩემი დედას ფიცა ვარ. ახლა შეშლილობა არ არის აი ამ განცხადების კეთება, იმის შთამომავალი ვარ, ამის შთამომავალი ვარ, მაგრამ ამას თავი დაანებეთ. ეს ხომ მეტყველებს იმაზე თუ რა ტრიალებს საქართველოში. საიდან მოდის ეს შურისძიება, რა ღრმა ისტორიული ფესვები აქვს ყველაფერ ამას და მისი მემკვიდრეები არიან ესენი. ხომ ჩანს ეს აქედან ამ დამოკიდებულებენ, აი ამ ქარაფშუტული განცხადებიდან, რომელიც სიგიჟესთან არის წილნაყარი. აი კიდევ უფრო უარესი განცხადება. რა იყო მაინც ეს 4 ოქტომბერი ამ ორი მოვლენის გათვალისწინებით, რაიმე ახალი ეტაპი დაიწყო თუ არა? მგონია რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რო განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ხო? ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, აი მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არა რაციონალურად დაგეგმილი. ქალბატონია და რატომ უნდა აკადრო თითქოს, მაგრამ ამას როდესაც ქალი ამბობს, ქალი აძლევს საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა უთხრა მას, რომ ტუტუცი ხარ შენ. შენ საჯაროდ გამოსაჩენი პირი არ ახარ. იმიტომ რომ ზნეობა გაქვს მორღვეული. ისე როგორც გონიათ რომ პრეზიდენტის სასახლეს ჰქონდა ღობე მორღვეული. აი ეს ზნეობა მორღვეულობა ალაპარაკებს ადამიანს ამ სიბინძურეს, რაც ახლა ამ ქალისგან მოვისმინეთ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე? ყველაფერი იმაზე, რაც დატრიალდა. არის ვინმე, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს ამაზე. ციების დროს დაშავებულებზე, მათ შორის სამართალდამცველებზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? მე? დიახ, თქვენ. დაფიქრდეს დედა. ბიჭო, აბა ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ქალო ტვინი წაიღე. ამდენი ხნის განმავლობაში ტვინი გადაჭამე, როგორც იტყვიან, ქართველ ხალხს და პასუხისმგებლობას არ იღებ? გაგიკვირდა, მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა. დიახ, შენ უნდა აიღო და შენნაირმა თახსირებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. შენმა პარტიამ ბანდიტების დაჯგუფებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას გაექცევით, მოინდომებთ რომ გაიქცეთ თუ მოგცეს ამის საშუალება. ახლა მითხა წარმოგიდგინოთ ერთი განცხადებით კაცი, რომელიც ამ რუბრიკაში თითქმის ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ ახლა მეორე ადგილზე დარჩა. პატაბურჭულაძე უცნაური იყო ეს ჩემთვისაც. სია რომ წაიკითხა თავისუფლების მოედანზე სახელდახელოდ შექმნილი ტრიბუნიდან გვამცნო რომ დასატყმებებელნიო თუ არ ვცდები ასე თქვა, დასატყმებებელნი არიან არის 6 პირიო, ამ შემთხვევაში მხოლობითი გჭირდება, დასატყმებელი არის 6 პირიო. და დაიწყო ჩამოსახელება. პირველი მიიღო გასაკვირად არა ივანიშვილი, არამედ კობახიძე. პერსონალურად მე რო წამეკითხა, ალბათ ექსელს გავწდებოდი და ჩამოვასახელებდი მაგალითად ესე პირდაპირ 41 კაცს ბანდიტს და უთუოდ დავიწყებდი ივანიშვილისაგან. გულახდილად გეტყვით, სანამ მე 6-ამდე ჩავიდა, მე გული განამიქანდა ივანიშვილის დასახელებას ამ ექსელში, ნუ თუ არაპირებს ბატონი პაატა მეთქი წავიფიქრე მე თავისუფლების მოედანზე დგომმა პირმა, წოდნავ უკან ვიყავი. აი შენი ბელადი რომ მობრუნდეს ხელისუფლებაში, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ. 41 კაცს კი არ დაასახელებთ თქვენ, 41,000-საც დაასახელებთ. ისე რომ თვალს არ დაახამხამებთ და ყველას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანთ. სასამართლოც არ დაგჭირდებათ. ისე როგორც გამოგქონდათ სასიკვდილო განაჩენები ახალგაზრდებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ არ მოგწონდათ. ასე მოიქცევით თქვენ, მაგრამ იმედია რომ ეს არ გაღირსებათ და ეს არ მოხდება. და ახლა პირველ ადგილზე გასული სიუჟეტი, რომელიც გვეუბნება იმის შესახებ, თუ რა დასკვნები გააკეთეს მათ, რა იქნება ხვალ ზეგ მომდევნო დღეებში, რას ნიშნავს 4 ოქტომბრის მარცხი მათთვის და დამთავრდა თუ არა ყველაფერი. ხვალ ხო 5 ოქტომბერი გათენდება, უკვე გათენდა. ხვალაც 4 ოქტომბერი იქნება, ზეგაც 4 ოქტომბერი იქნება. ასე გეგმავენ ესენი, თუ დაანებეს, რა თქმა უნდა და აი იმათ, ვინც არ უნდა დაანებოს, ამათ ასე ცხოვრების გაგრძელება. ხალხი არ დაანებებს იმათ, რომ თქვენ ეს დაგანებონ. ხალხი აღარ დაანებებს უკვე. იმიტომ რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ეს ფურუნკული საბოლოოდ უნდა გამოირწყას, იმიტომ რომ კიდევ არ დარჩეს სადმე ჩირკი და უბედურება ქართულ სხეულზე. ახლა აქუბარდიამ რომ გვითხრა, წასშლილი სახე ქონდა ბიძინა ივანიშვილსო 4 ოქტომბერს. ნახოთ აბა როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი ყველაფერ ამის შემდეგ. უკვე ფიასკო განცდილი სახელმწიფო გადატრიალების და დამთავრებული წარმატებით დამთავრებული არჩევნების შემდეგ. მართლა შთამბეჭდავია გამარჯობა. გილოცავთ და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩევას. საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსორდით წელში რომ მითხვენ. აი ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო.
რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც ისახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მიმაგით უკვე ჩვენ წინაპარს. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ჩვენ აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ სოფლიოში. ახლა ქართველ ხალხს მინდა გკითხოთ. იქნებ ვიღაცას არ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის გამომეტყველება. შესაძლებელია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. აი ეს კაცი აქუბარდიაზე ცუდად გამოიყურება? ან 4 ოქტომბერს და ან რომელიმე სხვა დღეს. სადმე გინახიათ ამ კაცის გამომეტყველება ისე რომ ის უფრო უარესად გამოიყურებოდეს, ვიდრე აქუბარდია გამოიყურება. მე მგონი გაიგეთ შეკითხვის შინაარსი. ახლა მინდა ამ არჩევნებთან დაკავშირებითაც გითხრათ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც ორივე სიტყვა. მე მესმის ხოლმე სატელევიზიო ეთერებიდან, რადიო ეთერებიდან და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებიდან ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ახლა არ დაწყებულა, 4 ოქტომბერს კი არ დაწყებულა, დაიწყო შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. და იმის მერე მოდის ეს ალიაკოთი და უბედურება, რომ არჩევნები თურმე გაყალბდა. მე მინდა კარგად დაუკვირდეთ ამ საკითხს. შესაძლებელი იყო თუ არა არჩევნების გაყალბება. ან თუ არჩევნები გაყალბდა, ესე იგი გამარჯვებული ძალა არ არის გამარჯვებული ძალა. მაშ ვინ არის გამარჯვებული ძალა? მოდით ერთ ცნობილ პიროვნებას მოვუსმინოთ აი ამ გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლების პრობლემა იყო, რომ არჩევნების გაყალბების გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა. რომ ეს ყოფილიყო თავისუფალი და ნამდვილი არჩევნები. მაგრამ გაყალბებას დიდი რეაქცია რო არ მოყოლოდა, ამიტომ კარგი იყო ის, რაც გააკეთეს ლიდერთა გუნდმა. უმძიმესი გაყალბებები მოხდა არჩევნებზე ახლა. უმძიმესი. მაგრამ ლაპარაკობს ვინმე გაყალბებზე. ყველა ლაპარაკობს იმ აქციაზე და პრეზიდენტის სასახლეზე მისვლაზე. ანუ იმ გუნდმა, რომელმაც ეს ჩაიდინა, მან ბიძინა ივანიშვილს მიცა საშუალება, რომ რაც უნდა და ის ციფრები დაეწერა არჩევნების შედეგების მიხედვით. ეს კაცი ბატონი თემურ შაშიაშვილი გახლავთ, თქვენთვის კარგად ცნობილი პიროვნება, ჩემთვის ძალიან ახლობელი კაცი და ახლა მე მინდა ვკითხო ბატონ თემურს, აი რომ არ გაყალბებულიყო არჩევნები. თქვენ ამბობთ რომ გაყალბდა. რომ არ გაყალბებულიყო, ვინ გეგულებათ? რომელი პარტია ის, ვისაც უნდა გაემარჯვა? ესეც უნდა თქვათ, ვის წაართვეს მათ ხმები. თქვენ თუ იმას ამბობთ, რომ რომელიმე პარტია, რომელიც აი ახლა არჩევნებში მონაწილეობდა, შეიძლება გამარჯვებული გამოსულიყო ამ არჩევნებში და ქართული ოცნება ყოფილიყო თუნდაც მეორე ადგილზე, მაშინ ეს უნდა დაასაბუთოთ, მაგრამ წარმოუდგენელია ამის დასაბუთება. მთელი უბედურება ის არის, რომ ქართულ სპექტრში დღეს არ არსებობს მიახლოებული ძალაც კი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ქართულ ოცნებას. ეს სხვა საკითხია, რა საფუძვლები აქვს ამას და რატომ მოხდა ასე. მაგრამ ფაქტია. ამიტომ საუბარი გაყალბებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ისე როგორც შარშან გაყალბებოდა საპარლამენტო არჩევნები, ახლაც ამაზე საუბარი არის თვალებში ნაცრის შეყრა ამ უმრჩევლისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. შეუძლებელი იყო სხვა შედეგი დამდგარიყო, მე ვგულისხმობ ქართული ოცნების გამარჯვებას. შეუძლებელი იყო, წარმოუდგენელი იყო. თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ამიტომ გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სწორი არ არის და ახლა მინდა იმ საკითხს მივადგე, როგორ აღიქვა ეს ყველაფერი გარესამყარომ. პირველ რიგში დასავლეთმა, საიდან რა სიგნალები მოდის და რა ხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. დღეების განმავლობაში არც ერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაგრედიგებაზე და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომელთაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის ცდილობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე.
მეტის ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია დამხობის თელობისა და ძალადობისგან არ გამიჯნა და მათი არ დაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის ხარდაჭერის ირიბი, მაგრამ კაფიო გამოხატულება. ამ ფონზე ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა. ამის შემდეგ შეიძლება თუ არა შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს. აბსოლუტურად სწორი განმარტებაა მოცემული და აბსოლუტურად სწორად არის დასმული შეკითხვა, ოღონდ ერთი კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა მექნება ამასთან დაკავშირებით, ბატონო ირაკლი, ეს შეკითხვა ქართველმა ხალხმა კი არა, თქვენ უნდა დაუსვათ თქვენ თავს. თქვენ უნდა დაუსვათ თქვენ თავს. ამის შემდეგ ღირს დასავლეთთან პარტნიორობისა და მეგობრობის ძებნა. ამის შემდეგ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ისევ ის გზა უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ გადავტვირთოთ სიტუაცია და გავაგრძელოთ ისევ ის გზა, რომელიც გზითაც 30-35 წელიწადია მოვდივართ. ღირს თქვენ უნდა დაუსვათ. ხელისუფლებმა, მმართველმა პარტიამ და მთავრობამ ეს შეკითხვა თქვენ თავს. ისე, რა თქმა უნდა, ყველაფერში გეთანხმებით. სახელმწიფო გადატრიალება რომ იყო, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ნათელი იყო, რომ ეს იყო კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მაგრამ დასავლეთმა ხმა ამოიღო იმ ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც ყველა ნიუანსში, ყველა დეტალში ცხვირს ყოფენ, ხოლმე საქართველოში რა ხდება? სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, ამისი მცდელობა შედგა, ეს აღიკვეთა და ამასთან დაკავშირებით არც ერთს არავის ხმა არ ამოუღია. თუ ამოიღეს ხმა, არასწორი შეფასება მისცეს მოვლენებს. მაგრამ არავის არ უთქვამს ის, რომ მოხდა კარგი რამ, როდესაც აღკვეთილი იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს ფაქტია და ამ დროს ეს რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო, ამას მცდელობა იყო, ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ აი თუნდაც ერთი ფაქტი, თუნდაც ის ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუ როგორ მოუწოდებდნენ ისინი ძალოვან სტრუქტურებს, რომ გადმოსულიყვნენ მათ მხარეს. ერთიანდებით, ერთი მიზნით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად. ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს. ეს ძალოვანი სტრუქტურებია. ამიტომ მოგმართავთ თქვენ. ვიცით რომ არ არის ადვილი გაიხადო ფორმა. გადახვიდე ხალხის მხარეს, როცა უბრალო მოქალაქეები მოგიწოდებენ ხოლმე. გამოეცალეთ მაგ ბოროს სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ. ასეთი იყო პოზიციები, ასეთი იყო დამოკიდებულება, ასეთი იყო მზაობა. ასეთი იყო ის წინა ვითარება, რომელიც მათ აძლევდა გარანტიას, რომ ეთქვათ, ჩვენ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ეს იყო შემზადებული, ეს იყო ნამუშევარი, ეს იყო ორგანიზებული. მათი აზრით კარგად ორგანიზებული, მაგრამ ნებისმიერ ორგანიზებულ საკითხს, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული, იმ ვინმესგან შესაძლებელია უფრო მეტი და უფრო მაღალი ორგანიზებულობა შეხვდეს და დახვდეს. ასე მოხდა ახლაც. ამიტომ სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მომზადებული არ იყო, ის ნამუშევარი არ იყო და ის გარედან წახალისებული არ იყო. რა თქმა უნდა, უმთავრესი სათქმელი ჩვენი ეს არის, რომ ეს ყველაფერი მოდიოდა დასავლეთიდან, იქიდან იყო ნაკვები, იქიდან მოდიოდა ფინანსები, იქიდან მოდიოდა დაგეგმა, იქიდან მოდიოდა პროგრამა, იქიდან მოდიოდა ამ საკითხის თავიდან ბოლომდე ორგანიზება და მათ უნდოდათ, რომ საქართველოში მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. ესენი იყვნენ ბრმა შემსრულებლები, ბრმა იარაღი მათ ხელში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ამათ დანაშაულს სულაც არ ამცირებს. ახლა როდესაც ვამბობთ, რომ დასავლეთმა არ გამოხატა პოზიცია, სწორი პოზიცია ამასთან დაკავშირებითო, აქაც მართლები უნდა ვიყოთ, იყო გამონაკლისები დასავლეთშიც, ევროპაში, ვთქვათ, მაგალითად, აი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიარტო. ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოსის დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენო პარტნიორებო, მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ პირველი ადგილი დაიკავა თვითმმართველობის არჩევნებში დიდი უპირატესობით ყოჩაღ ვულოცავ კახაკალაძეს, რომელიც თავიდან აირჩიეს თბილისის მერად. ესეც იყო, ეს რა თქმა უნდა დასაფასებელია, მაგრამ ეს გამონაკლისია.
ეს ერთეული შემთხვევებია და მთლიანობაში ის, რასაც დასავლეთი ქვია, ევროპა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატები ქვია, იკავებენ იმ სამწუხარო პოზიციას, რომ ისინი მუდმივად მხარში უდგანან სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს, მუდმივად მხარში უდგანან ქართველი ერის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლ დაჯგუფებებს, მუდმივად წახალისებული ყავთ თავიანთი მეხუთე კოლონა და აგენტურა და მუშაობენ საქართველოსთვის ძირგამომთხრელად, საქართველოს საწინააღმდეგოდ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს არის ფაქტი, რომლის დაუნახაობა უკვე შეუძლებელია. აი დასავლეთთან დაკავშირებით ერთი პატარა სიუჟეტი ამ კონკრეტული შემთხვევის გამო. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩაში. ევროკომისიის პრესპიკერის მიერ 10 დღით ადრე გაკეთებული ეს საჯარო განცხადება ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მხარდაჭერის ათვლის წერტილად იქცა და ის ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგაც გრძელდება. პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის და ორბელიანის მოედანზე განხორციელებული ვანდალიზმის მხარდამჭერთა სიაში მოქმედი მაღალჩინოსნებიდან არიან რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოვის პრეზიდენტი და ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. სხვადასხვა აქცენტი იკითხება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ მათივე სიტყვებით უსაფუძვლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას, თუმცა არ აკონკრეტებენ ვის მოიაზრებენ მასში. აგრეთვე მოუწოდებენ დაცული იყოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტიკისგან თავს ამ შემთხვევაშიც იკავებენ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს კი განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარებულად აცხადებენ. უფრო ზუსტად ფიქრობენ, რომ რეზონანსული გამჭვირვალობის კანონის, აქტივისტებისა თუ პოლიტიკოსების პატიმრობის და არსებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არჩევნები კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის პროცესს 30-მდე ქართული და 30-მდე უცხოური ორგანიზაციები აკვირდებოდნენ, ამ სიაში ეუთო ოდირის მისიისა და ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მათივე სურვილით არ მონაწილეობის გამო პროცესის გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩევნებთან დაკავშირებით თითქმის იგივე შინაარსი იკითხება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაშიც. იგივე თქვა ევროკომისიის პრესპიკერმაც. პოლიტიკაში ცოტა გადაადგილება מחვილებისა, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ცოტა შერბილება წახნაგებისა, როგორც იტყვიან, მოსულა ხოლმე პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი თვალებში ნაცრი შემოყრა, თეთრზე შავის ძახილი, აი თავდაყირა დაყენება ყველაფრისა და სრულიად საწინააღმდეგო სურათის დახატვა. ეს მართლა წარმოუდგენელია. ეს თავხედობა არ არის უკვე. ეს უკვე გადაგვარებაა. ეს როგორც ჩანს, ჩვენი პრობლემა არ არის, რამდენადაც ეს არის თვითონ ევროპის პრობლემა. ევროპაში ეთყობა იმდენად არის მოშლილი ზნეობრივი ნორმები, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ფორმები და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია პოლიტიკასთან, დიპლომატიასთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, რომ ამას კადრულობენ. აი კიდევ ერთი მაგალითი. ქართული ოცნების ლიდერები ქართველები არ არიან, ისინი პუტინის სამსახურში მყოფი რუსები არიან. რუსეთმა ვერ მოახდინა 2008 წელს მთლიანი საქართველოს ოკუპაცია სამაგიეროდ. ეს რუსულმა ოცნებამ გააკეთა თბილისის აღებით. რუსები საქართველოში თავის კონტროლს აძლიერებენ. ქვეყანა ჯერ ბელარუსად მოგვიანებით რუსეთად აქცევენ. რუმინეთი ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების გვერდით დგას ფუნდამენტური უფლებების კანონის უზენაესობისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვა განხილვას არ ექვემდებარება. ეს ყველა არის ევროპული ღირებულებები, რომლებსაც ვაფასებთ და ერთად უნდა დავიცვათ. ქართული ოცნება არის პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალა. პროდასავლური ორიენტაციის. მათ ეს ორიენტაცია არ შეუცვლიათ. ასე ადვილად ეს ორიენტაციები არ იცვლება. ისინი შინაგანად, თავიანთი წამსით, მსოფლმხედველობით არიან პროდასავლური ორიენტაციის, მაგრამ ყველაფერი მის შემდეგ რაც ხდება მან თავს, რა წინააღმდეგობასაც ისინი აწყდებიან ევროპასა და ამერიკაში, კოლექტიურ დასავლეთში.
რაც ახლა მოისმინეთ თქვენ. ყველაფერი ამის შემდეგ იძულებული ხდებიან ისინი. უბრალოდ იძულებული ხდებიან, რომ ასე ილაპარაკონ. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ. ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაცა კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. როდესაც ევროკავშირის პრესპიკერმა გააკეთა განცხადება, ხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის დამხობის სპეცოპერაციას. ეს ოპერაცია ჩაუვარდათ ისევე როგორც სხვა წინა ოპერაციები და გამომდინარე აქედან ეხლა ისე მიცხებენ ქართველი ხალხის არჩევანზე შეტევას. ამიტომ ეს განცხადება არის სამარცხვინო განცხადება. ბატონი კახი კალაზე და ბატონი ირაკლი ხადაგიშვილი იყვნენ ახლა თქვენ წინაშე. უმრავლესობის წევრები და თავკაცები. აი ასეთი პოზიცია გამოუმუშავდათ მათ ბუნებრივად და ავტომატურად, იმიტომ რომ სხვა უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. დასავლეთმა მათ თვითონ მოუჭრა უკან დასახევი გზა და აიძულა რომ მათ ასეთი განცხადებები გაეკეთებინათ. აი კიდევ ერთი მაგალითი. ბატონი ილია ინჯია, ასევე უმრავლესობის წევრი, რომელიც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეკითხვა მიჩნდება ეს ევროპა, რომელიც დღეს არსებობს, არის ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ ასე ვისწრაფოდით და ვილტვოდით. თუ მივდივართ ევროპისკენ და ვიღებთ იმ კანონებს, რომლებიც ევროპაში არის მიღებული, რომლებიც გარანტი არის ეკონომიკის განვითარების, დაცვა არის შავი ფულის შემოდინების, დაცვა არის რადიკალური ჯგუფებისგან დაცვის, რომელი კანონებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მსგავსი კანონები ავიღეთ ჩვენ და მივიღეთ და მოლდოვის მაგალითი, რომელიც დღემდე SNG-შია, ხო? და ამას გვადარებენ და ისინი ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ოპოზიციური ტელევიზია იქ არ არის, მედია შეზღუდულია, რა მდგომარეობაშია ხალხი ჩვენ ამ არჩევნებზე და ვინახეთ, ხო? ამ ყველაფერს რო უყურებ და გეუბნებია, რომ თეთრი შავია და შავი თეთრია, ძნელია ამ ყველაფერს დაეთანხმო და კიდევ ერთ მიზეზს გაძლევენ, რომ დაფიქრდე, რამდენად ეს ის არის ჩვენ რა მოლოდინიც გქონდა. აბსოლუტურად სწორი ნათქვამია, წაღამ თქვი და კიდევ უნდა გავიმეორო, რომ უკან მოჭრილი აქვს გზა ყველა იმ პოლიტიკურ პერსონას თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლებიც თავის მწამსით არიან პროდასავლურნი. უკან დასახევი გზა მოუჭრა თვითონ ევროპამ და ამერიკამ და მიიყვანა ისინი იმ მდგომარეობამდე, რომ დაფიქრდნენ და საჯაროდ დასვან შეკითხვა. ეს ევროპა ის ევროპაა, ჩვენ რომ მივისწრაფოდით, ჩვენ რომ ასე წყუროდა, ასე განატრებოდა და ჩვენს მომავლად გვესახებოდა და ჩვენს საყბანად და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად. აი ეს შეკითხვები გააჩინა თვითონ ევროპამ. სამაგიეროდ ევროპელებს არავითარი შეკითხვა არ გაუჩენიათ გარკვეული პერსონების წინაშე, არ დაუყენებიათ შეკითხვები. არ წამოჭრილა ამ პერსონების წინაშე ევროპასთან და დასავლეთთან არავითარი შეკითხვები, იმიტომ რომ ის პერსონები, რომელთა შესახებაც ახლა გეუბნებით და გელაპარაკებით, ისინი არ ფიქრობენ საქართველოზე. მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და დგანან გარე სამყაროს, გარეშე ძალების, უცხო სახელმწიფოების სამსახურში ისე რომ თვალსაც არ ახამხამებენ. თავარია ამ სამსახურიდან მათ მიიღონ სარგებელი, მათ მიიღონ პირადი სიკეთე. დანარჩენი მათ არაფერი არ აწუხებთ. ამიტომ მათ წინაშე ასეთი შეკითხვები იმავე დასავლეთთან დაკავშირებით არ დგება, რა თქმა უნდა. ისინი თავხედობის ყველა ზღვარს ცილდებიან. აი მაგალითად რას ეუბნებოდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხალხს. არ მოსულარ პოლიტიკაში იმისათვის, რომ რამე თანამდებობები დამეკაებია შენობაში. მე არ მოვსვარ პოლიტიკაში იმისათვის, რომ წავსულიყავი და თუნდაც ოფიციალურ სამიტებზე მევლო, პრეზიდენტებისთვის ხელი ჩამომერთვია, სურათები გადამეღო, რაიმე პრივილეგია მიიღოს.
მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიყვარხართ თქვენ, იმიტომ რომ მინდა თქვენთან ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ, იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვიქნებით, თქვენთან ერთად ვიმტოლებ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ და თქვენთვის მოვხდებით სიცოცხლის ბოლომდებით. აი თაღლითობის კლასიკური მაგალითი. მეო თანამდებობისთვის არ მოვსულა რომ ამ თანამდებობაზე შეშლილმა კაცმა. მეო არ მოვსულა იმისთვის რომ მეულო საზღვარგარეთის ქვეყნებში და ვიღაცებს შევხვედო. აბა რისთვის მოხვედი? აბა ან ახლა რისთვის იკლავ თავს? ეს არის შენი ერთადერთი სანუკვარი საოცნებო იდეალი რომ შენ მუდმივად გქონდეს ხელში ძალაუფლება, მუდმივად გქონდეს დიდი ფულის შოუნის საშუალება და მუდმივად იყოს საკუთარ ხალხთან დაპირისპირებული თუნდაც. აი ამის ხარჯზეც კი შენ მიდიხარ ამაზე და ახლა აი იმ ხალხს, ვინც ირგვლივ გახვევი, აი იმ ცხვარს, რომელიც სამწუხაროდ არ თავდება საქართველოში. აი 4 ოქტომბერს რომ იდგა რუსთაველის პროსპექტზე, იგივე ხალხი იდგა ახლა სააკაშვილის ირგვლივ და როგორც იქ ზმუოდნენ და ყვიროდნენ და ღრიალებდნენ 4 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტზე, ისევე ზმუოდნენ და ღრიალებდნენ და ყვიროდნენ სააკაშვილის ირგვლივ შეკრებილები, იმიტომ რომ ცხვარია და მას გამოხატვის სხვა საშუალება არ აქვს. ახლა სააკაშვილს რა კი მოუხმეთ, მოდით მისი ერთი ნათქვამი გამოვიყენოთ იმის საბუთად, იმის დასტურად, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება არ არის რაღაცა კონტექსტიდან ამოვარდნილი და ცალკეული შემთხვევა. ეს ყველაფერი არის ერთი გრძელი ჯაჭვის შემადგენელი რგოლები. მაგალითად, საქართველო და უკრაინა, როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ის პროცესები, რომელიც ვითარდებოდა საქართველოში, შემდეგ გადაიტანეს უკრაინაში და ახლა ცდილობენ ისევ გადმოიტანონ საქართველოში. აი მისი ერთი ნათქვამი ამას ადასტურებს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ვარდების რევოლუციის სლიანად ახალი ხალხის ხელისუფლების დამყარება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ჩვენ მოგვაძა უკრაინა. აი, ჩვენ მოგვაძა უკრაინა. ჩვენ კი არ მოგვაძა უკრაინა, არამედ ერთი პროგრამით მუშავდებოდა პროცესები საქართველოშიც, უკრაინაშიც და ბევრ სხვა მოკავშირე რესპუბლიკაშიც, იმიტომ რომ ეს იყო გარეთ დაწერილი პროგრამა და ეს პროგრამა ხორციელდებოდა უცხოელების დაკვეთით და უცხოელების ხელმძღვანელობით. ჩვენი ქვეყანა საქართველო იმ პროგრამამ მიიყვანა 3 ნაწილად დაშლამდე, მიიყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვამდე და კაცმა არ იცით, შევძლებთ თუ არა ჩვენ ან მომავალი თაობა ამ ტერიტორიების დაბრუნებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კაცმა არ იცის, ამისი გარანტია არ არსებობს. გზები შესაძლებელია არსებობს, მაგრამ ამ გზებს მიგნება უნდა. ამ გზებისთვის სავალი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და აი ეს რამდენად მოგვიხერხდება ან ახლო მომავალში, ან შორეულ მომავალში უკვე გაუგებარია. ამიტომ საქართველო დაღუპა აი იმ პროგრამამ, რომელიც დასავლეთიდან მოდიოდა, რომელსაც ისეთი არამზადები ემსახურებოდნენ. საქართველოში როგორც სააკაშვილი და მისი ხროვა, ისეთი არამზადები ემსახურებოდნენ უკრაინაში, როგორც იყო ხელმძღვანელთა მთელი თაობები და როგორც ყავთ ახლა უკვე ვადაგასული ზელენსკის სახით, რომლებმაც დაანგრიეს აქ საქართველო და იქ უკრაინა. გააუბედურეს ერი და ქვეყანა მთლიანად. როგორი ტიპია სააკაშვილი? რაზეა ის წამსვლელი და რა ნაბიჯების გადამდგმელია იგი? ამასთან დაკავშირებით პატარა ფრაგმენტი ინტერვიუდან ბატონ ლევან მამალაძესთან. აი ვინ შეიძლება ყოფილიყო ასეთი ფორმატის მხარდამჭერი, ხო? ამ ფორმატის მხარდამჭერი ცნობილი გიჟი ერთადერთი უყავდა პოლიტიკაში, რომელიც პრეზიდენტად დაისვა ქართველმა ხალხმა, მიშა სააკაშვილი, რომელსაც სისხლის დაღურა და რაღაცა გადატრიალების მოწყობა მისთვის არაფერი არ არის. მე მახსენდება მაშინ თუ გახსოვთ რუსთავი 2-ის თემა იყო და იქნებ ვინმე ორსული ქალი მოგვწეს ან მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დავანახოთ ხალხს. ანუ ვიღაცის შეწირვა ასეთი პირებისთვის, ხო, არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, არაფერს არ ნიშნავს და გაუკეთებიათ კიდეც. აი ახლა რომ ამბობდა ის შეშლილი ქალი ვიღაცა, რომ სისხლი უნდა დაურილიყო და მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი 4 ოქტომბერი. ეს ვერ მოახერხეს. ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა საქართველოს იმ სამსახურებს, რომლებიც პასუხს აგებენ ამაზე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მათ მოახერხეს
მართლაც ასე უსისხლოდ და უდანაკარგოდ ასე ვთქვათ განეიტრალება იმ სიტუაციისა, რომელიც დაგეგმილი იყო, ორგანიზებული იყო, დაფინანსებული იყო და თითქოს გარანტირებული იყო კიდეც მათთვის, რომ ამ სახელმწიფო გადატრიალებას ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს და ახლა არის ასეთი ვითარება, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწონოს, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, ეს ყველაფერი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, სადაც უკვე ამისი გაგრძელება შეუძლებელი იქნება, მაგრამ კაცმა არ იცის ეს ასე იქნება თუ არა, ეს ასე მოხდება თუ არა. მართალია აქამდე ისე ვიარეთ, რომ თითქოს მაქსიმუმია გაკეთებული იმისა, რისი გაკეთება შეიძლება და ყოველ შემთხვევაში შენარჩუნებულია მშვიდობა. მშვიდობის შენარჩუნება ამ ვითარებაში და ამ განწყობილებების დროს, რომელიც დასავლეთიდან მოდის, თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ აი ეს შეუძლებელი შეძლო ქართულმა ოცნებამ. თქვენ იცით აქ ჩემი გადაცემებიდან, ჩემი პუბლიკაციებიდან, რომ ქართული ოცნების მეხოტბე მე არ გახლავართ, ქართული ოცნების მომხრეც არა ვარ, იმიტომ რომ 1000 პრობლემა არის გადაუჭრელი, რომელთა გადაჭრა შეიძლებოდა, რომელთა სხვაგვარად მოაზრება შეიძლებოდა და სხვაგვარად სხვა კალაპოტში ჩაყენება შეიძლებოდა, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს. ამიტომ მე უფრო ოპონენტი ვარ მათი, ვიდრე მომხრე და თაყვანისმცემელი, მაგრამ დაუნახავობა იმისა, რაც რეალობაა, რაც ხელის გულზე დევს. ეს დიდი ცოდვაა ნებისმიერი ადამიანისგან. მით უფრო თუ ისეთ ადამიანზეა საუბარი, რომელსაც ხელი მიუწვდება საჯარო ტრიბუნისთვის, ტელეეკრანისთვის და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მე არ მაქვს უფლება, არ ვიყო ამ შემთხვევაში, არ ვცადო, რომ ვიყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური გადასახედიდან. მაგრამ მე უნდა ვცადო ობიექტურად შევაფასო ეს მოვლენები, ამიტომ ვთვლი, რომ ის რაც გაკეთდა მშვიდობის შენარჩუნების სახით, აი ამ ადუღებულ რეგიონში, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის უდიდესი მინაღწევარი. და ახლა ამოცანა არის ის, რომ ის რაც მიღწეული არ დავკარგოთ. მშვიდობა გუშინ იყო, გუშინ წინ იყო, დღესაც არის, იმედია ხვალაც იქნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზეგაც უნდა იყოს, მას ზეგაც უნდა იყოს. ხანგრძლივ პერსპექტივაში უნდა მოვიპოვოთ მშვიდობა. ეს გასაკეთებელია. მიღწეულია ის, რომ აქამდე მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული ის, რომ ეს იყოს ხანგრძლივ პერიოდში, ხანგრძლივ პერსპექტივაში გათვლილი. ეს არის გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ისე ვაგლახად წამოვკრათ ხელისუფლების როლს ამ უმძიმეს ვითარებაში და უმძიმეს რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს შეუძლებელია, ეს დიდი ცოდვაა, დიდი მომაკვდინებელი ცოდვაა, არ დაინახო ის თუ რის ფასად და როგორ იქნა მიღწეული ეს ყველაფერი. მე მინდა პატარა ფრაგმენტი მოგასმენინოთ ბატონ კობახიძის ერთი გამოსვლიდან. ვინ აკეთებდა განცხადებას პირდაპირ მეორე ფრონტზე, ესეც გახსოვთ პირდაპირ უკრაინის ხელისუფლება. რატომ არ გამოვიდა არც ერთი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ოპოზიცია? ახლა შეიძლებოდა ვინმე რაღაცა ეროვნული ინტერესების კარნახი თუ მართლა აგენტურა არ არის. ვიღაცას ხო შეიძლება ეთქვა, რომ არასწორია რა უკრაინის ხელისუფლება, რასაც ითხოვს ჩვენგან, რომ არ არის სწორი, რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს ზელენსკის თავარი მრჩეველი. ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოსთან იმის გამო, რომ სანქციები არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. საზოგადოება ხო აღელვეს ამის გამო და არც ერთი კაცი არ გამოსარჩელებია ამ უსამართლო გადაწყვეტილების გამო ჩვენს ხელისუფლებას. არც ერთი კაცი, არც აქაური უცხოელი აგენტურა და არც deep state-ი გარეთ და არც ევროპული ბიუროკრატია და არც მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატია. რატომ? თუ რაც ხდებოდა, ეს ხდებოდა სწორედ ამ გარე კარნახით და გარე დაკვეთით. ეს სწორი გულის ტკივილი არ არის? რა თქმა უნდა, სწორი გულის ტკივილია. როდესაც პატარა ქვეყანა, თითქმის უმწეო ქვეყანა, რომელსაც მიათრევენ რუსეთთან ომის დასაწყებად.
და რუსეთისთვის ომის გამოსაცხადებლად. აი ასეთ დროს თუ კი პარტნიორია ის, ვისაც ჩვენ პარტნიორს ვეძახით, ამერიკის შეერთებული შტატებია ეს თუ ევროპული სახელმწიფოებია თუ ევროკავშირია. ისინი არ უნდა ეუბნებოდეს ამ ხელისუფლებას, ქართულ ხელისუფლებას, რომ თქვენ უნდა გაძლოთ ეს, თქვენ არ უნდა გააკეთოთ და თქვენ სწორად იქცევით, როდესაც ამას არ აკეთებთ. ამას არ უნდა ეუბნებოდეს. თუ კი ეს ადამიანები, ეს აგენტურა, რომლებიც აქ დარბიან და წამლავენ და ანგრევენ ურთიერთობებს და ანგრევენ ქვეყანას. აი ეს ადამიანები ქართული ინტერესებისთვის სადღაც 100%-დან 1%-ს მაინც თუ უთმობენ თავიანთი დროის ქართულ ინტერესებს. მაშინ მათ არ უნდა ეთქვათ, თუნდაც ერთი ადამიანი არ უნდა გამოჩენილიყო აი ამ ხროვიდან. ისეთი, რომელიც იტყოდა, რომ არა, ეს მართალია, ეს სწორია. ეს ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას და თქვენ რა კი ამ ნაბიჯს არ დგამთ, ესე იგი თქვენ მართალი ხარ და საქართველოს ინტერესებს იცავთ ამითი. არა, არ გამოჩენილა ასეთი, არც გამოჩნდება, იმიტომ რომ არც ამერიკა, არც ევროპა და არც მათი აგენტურა არ არის მოწადინებული იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვას. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან, ქართულ ინტერესებთან. აი ეს არის გასაცნობიერებელი და წეღაnom გითხრა ბატონმა კობახიძემ, რომ აი ეს უნდა გაიგოთო, ეს ჩვენ კი არა, თქვენ უნდა გაიგოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ხალხს არა აქვს ბერკეტები გარე სამყაროსთან ურთიერთობის. ეს ბერკეტები ხალხს დელეგირებული აქვს თქვენთან. თქვენ ხართ დღეს ხელისუფლება, არჩეული ხელისუფლება, არჩეული მთავრობა და თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში, ამიტომ თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს პირველ რიგში, სხვანაირად წარმოუდგენელია და ახლა კიდევ ერთი საკითხი, თუ რა ხდება 4 ოქტომბრის შემდეგ. აი გავიდა რამდენიმე დღე და რა ხდება და როგორ გრძელდება ცხოვრება საქართველოში. მე გეტყვით, რომ რუსთაველის პროსპექტზე თბილისში არაფერი არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეთაურები ახლა საპყრობილეში არიან, ის ხალხი ისევ რუსთაველის პროსპექტზე დგას და ისევ როგორც ბატონი იაგო ხვიჩი ამბობდა, თავის ბინძურ და გიჟურ საქმეებს აგრძელებს. აი ერთ-ერთი ეპიზოდი ამ დღეების ცხოვრებიდან რუსთაველზე. დატრიალება დაიწყოს, გადმოიწიეთ. რამდენიმე არამზადა რომ დადგება რუსთაველის პროსპექტზე და ერთადერთი მიზანი აქვს როგორმე მოძრაობა გადაკეთოს. 50 კაცი, 100 კაცი და თუ გინდა 500 იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი ბუნებრივად გზას ვერ კეტავენ, მაგრამ კეტავენ ხელოვნურად. დგებიან გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობა უნდა გადაიკეთოს. ეს ავტობუსია თუ ჩვეულებრივი სამგზავრო ავტომობილებია თუ სასწრაფო დახმარების მანქანა, ოპერატიული მანქანებია, სახანძროა და სხვა, ისინი არავის არ ატარებენ. თბილისი განსაკუთრებული რელიეფის ქალაქია. თბილისში ერთი ქუჩის გადაკეთება პრაქტიკულად მთელი ქალაქის პარალიზებას იწვევს. ანუ მავნებლობენ.
საზოგადოებას აზიანებენ, ხალხს აზიანებენ და ეს მიაჩნიათ თავიანთ წარმატებად და გამარჯვებად. ეს მამნებელი მუწუკი ხომ უნდა აილაგმოს, ხომ უნდა ამოიწვას, ხომ უნდა ამოიშანთოს, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს, რომელიც ნაწილია სახელმწიფო გადატრიალებისა. თქვენ თავხედობის მასშტაბები ნახეთ, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის შედეგად მათი თავკაცები ციხეებში არიან და ჩვენებებს იძლევიან. ესენი ისევ იმას აგრძელებენ, რასაც სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია და ამის გამო ოდნავი მოკრძალებაზე არ ვლაპარაკობდა რაღაც ადამიანურ გრძნობებს. შიშიც არა აქვთ. და შიში არა აქვთ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთელი წელიწადია ისინი იქ ყრიან. მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიცია, პატრული ეხმარებოდა გზის გადაკეტვაში. ეს იყო აბსოლუტურად არასწორი საქციელი. მე ბევრჯერ მithქვამს ამის შესახებ ამ სტუდიიდანაც. და ახლა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თქვა, უკვე ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო და აგერ ქართული ოცნების წარმომადგენელიც გვეტყვის, რომ როგორღაც მისულან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს მილიონობით ქართველ ხალხზე. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი, ჩვენ ხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს, გულისხმობ ხალხის რაოდენობას. ხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები მიზნად ისახავენ თუნდაც რამდენიმე საათით ქუჩის გადაკეტვას და ამას რაღაც მცირე გამარჯვებას თვლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება, გამორიცხულია. ხოდა დღეს მე აქედან ამ სტუდიიდან როგორც კი გამოვალ, მივდივარ რუსთაველის პროსპექტზე. თუ რუსთაველის პროსპექტი კიდევ დამხვდება გადაკეტილი, მაშინ ალბათ უკვე სხვა სათქმელს გეტყვით, მაგრამ ეს იქნება მომავალ გადაცემაში. დიახ, ახლა კიდევ ერთი ვითარება, დასავლეთის კიდევ ერთი კონკრეტული ქმედება, რომელსაც ქვია მზია ამაღლობელისთვის, აი პოლიციელზე რომ იძალადა და გონია რომ იმუნიტეტი გააჩნია ამგვარი ქმედებებისთვის, იმიტომ რომ ჟურნალისტია. აი ამ ჟურნალისტს თურმე რაღაცა განსაკუთრებული ჯილდო გადასცეს. ბათუმელებისა და ნეთ გაზეთის დამფუძნებელი 6 სხვა ჟურნალისტთან ერთად პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPIMC-ის მიერ არის დაწესებული. რა ხდება, რა ქვია ამას? რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამას? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შეფასება გავაკეთოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასება იქნება საინტერესო და ამას ახლა თქვენ წინაშე ბატონი პაპუაშვილი გააკეთებს. მოძალადის წარმოჩენა გმირად ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი ის როგორც დღეს არის ასე ვთქვათ, სახეშეცვლილად წარმოდგენილი ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და რა თქმა უნდა, ყველა ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იქნას შექებული, უნდა იყოს დაჯილდოებული, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. აი ასეთია ეს შეფასება, რომელიც აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია ქართველი ხალხისთვის. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მაინც და მაინც რაღაც უსასტიკესად უნდა დაისაჯოს ერთი გარაფშუტა ქალი, რომელსაც თავი ჟურნალისტი და ილია ჭავჭავაძე გონია და სინამდვილეში არის ერთი დასავლეთის მსახური ვაი ჟურნალისტი. მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა საქციელი ჩაიდინა ამ ქალმა და შესაძლებელია თუ არა დაუსჯელად დარჩეს ეს საქციელი. ეს არის სახელმწიფოზე ძალადობა. ეს არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ანუ სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ეს თუ დაუსჯელი დარჩება, ეს იქნება პრეცედენტი. პრეცედენტი ძალიან ცუდი რამეა.
კარგი პრეცედენტი კარგია, ცუდი პრეცედენტი ცუდია. და მას აქვს გადამდები თვისება და ძალა. ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს ერთი საკითხია. რა გმირობა ჩაიდინა, რა ჟურნალისტური გმირობა ჩაიდინა ამ ქალბატონმა ისეთი, რომ დასავლეთში ვიღაცებმა მას რაღაცა გმირის თუ რაინდის წოდება მიანიჭეს. რა გმირობა ჩაიდინა? სად არის მისი გმირობა, მისი ჟურნალისტური გმირობა? ეს ხომ მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვექცევა დასავლეთით ჩვენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ჩვენთან. თუ როგორ არის დასავლეთისთვის ნებისმიერი ხერხი, ნებისმიერი ფორმა, მისაღები, ოღონდ ჩვენ ზიანი მოგვაყენოს. ამაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, სხვაზე არაფერზე და ამიტომ ბატონ პაპუაშვილს მე აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი. აი ეს მიდგომა, რომელიც ახლა ჩვენ ბატონ პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, ხომ უნივერსალური უნდა იყოს. მიდგომა, რომელიც მან მოითხოვა, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. და ასეთი ტენდენციური არ უნდა იყოს ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს მიმართ, ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიმე სახელმწიფოს მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ჩვენი მაგალითი რომ ავიღოთ, თქვათ, რუსი ჟურნალისტი, ცნობილი პოლიტკოვსკაია, რომელიც რუსეთში მოკლეს. მისი ქუჩა არსებობს თბილისში. ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე, რომ ჩვენ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა ეს პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩა ყოფილიყო თბილისში. რატომ რა გმირობა ჩაიდინა პოლიტკოვსკაიამ? პოლიტკოვსკაია ხომ ის იყო რუსეთისთვის, რაც ამაღლობელია საქართველოსთვის. თუ საქართველოში შესაძლებელია პოლიტკოვსკაიას წახალისება და მისი სახელობის ქუჩის დაარსება, ასეთ შემთხვევაში რატომ არ არის დასავლეთისთვის ნებადართული მზია ამაღლობელი საქციელის წახალისება და მისთვის გმირის წოდების მინიჭება? ისიც ორმაგი სტანდარტი ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს. ამიტომ შესაძლებელია მე ახლა მიპასუხონ, რომ ეს სააკაშვილმა გააკეთა და ჩვენ რა ვქნათო? გააუქმეთ ეს ქუჩა, გადაარქვით სახელი. ვინ იყო ჩვენთვის ვიღაცა პოლიტკოვსკაია, რომელიც თუნდაც თავის ტრაგიკული ხვედრის გამო ძალიან უბედური ხალი იყო, რომ მისი სახელობის ქუჩა არსებობდეს თბილისში. ეს პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი პატივის მიგება კი არ არის. რუსოფობიის ერთ-ერთი გამოხატულებაა. რუსული სახელმწიფოს სიძულვილის და მასთან დაპირისპირების ერთ-ერთი ფორმაა. სხვათა შორის ეს ქუჩები, ეს ძეგლები და 1000 ნიუანსი ამ ქალაქში მოსაწესრიგებელია, მაგრამ ამ თემას ახლა აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ამის საშუალება დღევანდელი დრო და ქრონომეტრაჟი არ მაძლევს, მაგრამ ის რაც ახლა ვთქვი, რა თქმა უნდა ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს და არა მარტო მოისმინოს უნდა, არამედ შეისმინოს კიდეც. გასაკეთებელია და გასასწორებელია ეს ყველაფერი. ახლა ერთ პატარა ფრაგმენტს გაჩვენებთ კიდევ თუნდაც აი ამ პოლიტკოვსკაიასთან დაკავშირებით. ვისი კუმირია პოლიტკოვსკაია, ვისი გმირია იგი და ვისთვის არის წმინდანი და წამებული. ყველგან ძალიან მკაფიო რო არის ძალიან დიდი ბოროტება პუტინი. სხვა შორის ანა პოლიტკოვსკაია ეს უნიკალური ქალი, ეს ადამიანი რომელმაც თავი შესწირა, სიმართლეს ის მოგეხსენებათ მოკლეს. აი ამ კაცის გმირი, თქვენი გმირიც არის ხელისუფლებას ვეკითხები. ამისთვის ვინც გმირია, ის როგორ შეიძლება თქვენთვისაც გმირი იყოს. მით უმეტეს რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, სხვა ქვეყნის, უცხო ქვეყნის მოქალაქე. რატომ არის თქვენთვის გმირი ის, ვინც ამათთვის აი ამ არამზადებისთვის არის გმირი და მისაბაძი და სათაყვანებელი არსება. ესე იგი, რაღაცა მსოფლმხედველობრივი კავშირი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაარღვიეთ ბოლომდე, ჯერ კიდევ ვერ გაემიჯნეთ ბოლომდე ამ მსოფლმხედველობას და აი ეს უკვე ორმაგი სტანდარტის სახით
ნებისმიერ ადგილას იჩენს თავს და არის ძალიან ცუდი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასასწორებელია ეს ყველაფერი და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პერსონაჟი, რომელიც ანაფორას და ჯვარს არის ამოფარებული, არის მღვდლის სტატუსის მატარებელი და აი ამ სტატუსით სარგებლობს და მონაწილეობს აი ამ უბედურებაში მონაწილეობდა და ალბათ დღესაც მონაწილეობს, იმიტომ რომ ჯერ ხომ არ დაუმთავრებიათ მას ბრძოლა, აი ხომ გითხრა ერთ-ერთმა მათგანმა რომ 4 ოქტომბერი იყო, მაგრამ 4 ოქტომბერი იქნება 5 ოქტომბერსაც, 6 ოქტომბერსაც, ანუ გრძელდება ჩვენი ბრძოლაო და ამაში ეს რომ გარედან არის ორგანიზებული, იქიდანაც ჩანს რომ ძალიან დიდი წრეა ამაში ჩართული. ერიც და ბერიც მონაწილეობს რომ იტყვიან ამაში და აი ერთ-ერთი სასულიერო პირი რა მოწოდებებს აკეთებდა 4 ოქტომბრისთვის. ხვალ არის 4 ოქტომბერი და არის სახალხო ყრილობა. ხვალინდელი დღე არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ხვალ წდება საქართველოს ბედი. საქართველო ან იქნება თავისუფალი, ან იქნება ამ უსამართლობაში და ამ ჭაობში. და მე მინდა 5 ოქტომბერი გათენდეს ისე, რომ საქართველო იყოს თავისუფალი უსამართლობისგან. საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საქართველო იყოს სამართლიანი. ხვალინდელი შეკრება არ არის ძალადობრივი. ხალხი საძალადოდ იქ არ იკრიბება. ხალხი იკრიბება იმისთვის, რომ დაიბრუნონ საქართველო. ნახეთ თქვენ და მოისმინეთ განცხადება მართლმადიდებელი მღვდლისა სასულიერო პირისა, რომელიც ჩართულია სახელმწიფო გადატრიალებაში. იყო და ალბათ დღემდე არის მისი გაგრძელების პროცესში ჩართული. ამ კაცმა ან არ იცის რა არის მართლმადიდებლობა და რას ნიშნავს იგი. ან იცის, მაგრამ ეს უფრო უარესი შემთხვევაა კიდევ, იცის, მაგრამ მისი რაღაც პირადი ინტერესების გამო მიტმასნილია იმ უბედურებას, სადაც სასულიერო პირს არაფერი ესაქმება. რაკი ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, ალბათ ყველაზე სწორი ის იქნება, რომ რიტუალი, რომლითაც ამ გადაცემას ვასრულებ ხოლმე, აქ გავაკეთო, აქ ავანთო სანთელი, აქ გადავიწერო პირჯვარი და მოგიწოდო თქვენს იგივე გააკეთოთ, იმიტომ რომ ერთადერთი გზა, სწორი გზა ეს არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი სამყაროს კავშირი, ეს არის ალბათ მთავარი, რომ ჩვენ მართლმადიდებლობასთან არ გაგვიწყდეს კავშირები, არ გაგვიწყდეს ძაფები და სულიერი ოთხოვნილება გქონდეს ერთად ყოფნის. მე ვფიქრობ, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ, იმ სიჯიუტით, როგორც აი ეს შესანიშნავი ხრმა ვიდის ამ მისთვის ნელად გადასალახავ კიბეებზე, ძლევს ამ ბარიერს ისათვის, რომ მივიდეს ეკლესიასთან, მიაახლოს ღმერთს, მიაახლოს ჭეშმარიტებას, სიკეთეს, სიყვარულს და რა თქმა უნდა ანთებულ სანთლებს. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, ჩვენც მართლმადიდებლურად უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და ვიაროთ იმ გზით, რომელიც ამაპაპად დაგვისახეს, რომელსაც ჩვენთვის სუბსტანციური მნიშვნელობა აქვს და რომელი გზით სიარულიც არის ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი. აი თითქმის ყველაფერი ის, რის თქმაც დღეს ამ გადაცემაში მიდოდა. ამით დავასრულებ საუბარს იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.